ეთერში ახალი ცხრაზე სტუდიაში თინა ბეკიაშვილი მუშაობს. დღეს თავარ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. 22 წელი საერთო სახალხო რეფერენდუმიდან ქართველი ხალხის ნება და დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ახალი რომის პაპის პირველი საზეიმო წირვა როგორ აღნიშნა აღდგომის დღესასწაული კათოლიკურმა სამყარომ. ქრისტიანის მშვიდობა და მას მთელ სამყაროში მშვიდობას შევთხოვთ. მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რომლებიც შეთანხმების გზების ძიებაში გამუდმებით იბრძვიან. პარლამენტს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში წარედგინა. სახალხო დამცველი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს პარლამენტს წელიწადში ერთხელ კალენდარული წლის მარტში წარუდგენს. პარლამენტში შეტანილ დოკუმენტში ამ მიმართულებით 2012 წელს მომხდარ ფაქტებზე იქნება გამახვილებული ყურადღება. სახალხო დამცველის მოხსენებას პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოისმენს. მანამდე კი დოკუმენტს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს. სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიში 2012 წლის მოწვევის პარლამენტისთვის პირველია, ასევე პირველად წარადგენს დოკუმენტს სახალხო დამცველის რანგში უჩან ანუაშვილი. არ არის არც ერთი პოლიტიკური ორშაბათს თქვენ წერილობით სახალხო დამცველი ვალდებულია წარუდგინოს ხოლმე პარლამენტს ანგარიში. ახლა პარლამენტი ამ ანგარიშს შეისწავლის, გაანალიზებს და მე მინდა დარწმუნებით თქვა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა პლენარულ სხდომაზე აღარ იქნება ისეთ სარიელ დარბაზში, როგორიც იყო ხოლმე შარშან წინ, იმის წინ და აღარ დარჩება რეაგირების გარეშე. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინე იმერლიშვილმა საქართველოს დაზვერვის შესახებ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გაიმიჯნება და საკითხები, რომლებზეც გადაწყვეტილებას დღეს ქვეყნის პირველი პირი იღებს, მთავრობის კომპეტენციაში გადავა. აღნიშნულ კანონპროექტზე პარლამენტში ხვალ-მსჯელებენ. გასაგონად ქვეყნის პირველი პირის უფლებამოსილებათა არეალი დღითიდღე მცირდება. მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებებია, რასაც ავტომატურად რამდენიმე კანონში ცვლილებები უნდა მოხდეს. ერთ-ერთი დაზვერვის სამსახურს ეხება. მომავალში სახელმწიფო დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის კონტროლიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციისა და საიდუმლოების ვადის გაგრძელების, ასევე მისთვის გრიფის მოხსნის გადაწყვეტილებასაც მთავრობა მიიღებს. კანონპროექტის შესაბამისად ხდება სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის გამიჯვნა. ასევე რეგულირდება ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადის გაგრძელებასთან, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნასთან, კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული მთავრობის უფლებამოსილების საკითხი. საქართველოს დაზვერვის სამსახური აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაა. სწორედ ამიტომ საპროცედო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინე იმერლიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტით საქართველოს დაზვერვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გახლავთ პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი მთავარი კოლეგიალური ორგანო გახლავთ საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, ასეთი სამსახურები, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები არიან, უნდა ექვემდებარებოდეს საქართველოს მთავრობას. პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით კი საიდუმლო საკითხები, რომლებიც რეგულირდებოდა პრეზიდენტის მიერ, ამ შემთხვევაში უკვე პრემიერ-მინისტრი დაარეგულირებს. სახელმწიფო დაზვერვის სპეციალური სამსახური არის ის ორგანო, რომელიც მჭიდრო კავშირში უნდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო. ამ შემთხვევაში მათი კოორდინაციისთვის რა თქმა უნდა, მართვისა და კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფისათვის მნიშვნელოვანია, რომ ის ექვემდებარებოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას და არა პრეზიდენტს, როგორც ერთ პიროვნებას. ეს ახალი ინიციატივა არ ვიცი. პარლამენტი ამ ინიციატივას ხვალ ბიუროს სხდომაზე განიხილავს, თუმცა ექსპერტის მხრიდან კანონპროექტს დადებითი შეფასებები უკვე მოხდა. მაშინ, როდესაც უკვე ქვეყანა კარგახანია პრაქტიკულად ცხოვრობს საპარლამენტო რესპუბლიკის რეჟიმში, ხლა დღეს, იცით, ვის დაქვემდებარებაში იქნება ისეთი არაეფექტური და უავტორიტეტო უწყება, როგორიც არის საქართველოს დაზვერვა, რა, რომელმაც თავისი პოტენციალი, სამართლიანო პოტენციალი სრულად გამოავლინა 8 წლის ომის მსვლელობაში, მე მგონი ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით პრეზიდენტს დარჩება ექსკლუზიური უფლებები დანიშნოს არჩევნები, შეიწყალოს მსჯავრდებულები, გადაწყვიტოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები, მიანიჭოს ჯილდოები და წოდებები, ხელი მოაწეროს და გამოაქვეყნოს კანონები, სახელმწიფო სახელი დადოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს 60 ქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. პრეზიდენტს ასევე დარჩება უფლება პარლამენტ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს მოხსენება. ხვალ რუსეთის დელეგაციის მეორე ჯგუფი ჩამოდის, რომელიც იმ 35 კომპანიის პროდუქციას შეამოწმებს, რომელთაც ღვინის რუსულ ბაზარზე გატანის სურვილი გამოთქვეს. პარალელურად საქართველოდან რუსეთში გაემგზავრება დელეგაცია, რომელიც ქართული ბოსტნეულის რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს. რუსული დელეგაცია საქართველოში ხვალ დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. ღვინის მწარმოებელი კომპანია საქართველო ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც რუსეთის სანიტარული სამსახურის წარმომადგენლები 1 აპრილიდან შეამოწმებენ. რუსი ექსპერტები სულ 35 საწარმოს პროდუქციას შეაფასებენ. კომპანია საქართველო 2006 წლამდე დღეში 8000-მდე ბოთლ ღვინოს ასხამდა, თუმცა რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ წარმოება თითქმის გაანახევრა. გვაქვს რამოდენიმე დასახელების ღვინო. ველოდებით ახლა კომისიას ჩამოვა, ნებას დაგვთავენ და ჩვენ ალბათ დაუბრუნდებით ისევ იმ წარმატებულ მოღვაწეობას, რასაც აქამდე ვაკეთებ, 2006 წლამდე ვაკეთებდი. საქართველოს მიერ რუსული ბაზრის ხელახლა ათვისების მცდელობას სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხეცურიანი კი ღვინის ხარისხის კონტროლის რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს. არ შეიძლება არც ერთ ბაზარზე, მათ შორის რუსეთის ჩამოკიდება, ასე ვთქვათ, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ბაზრები ავითვისოთ, შიდა რეგულაციაში პირველ რიგში გულისხმობ კანონმდებლობას დაკავშირებულს ღვინის ხარისხის კონტროლთან, ღვინის აპელასიონებთან, ადგილწარმოშობის ღვინოებთან, მათ შორის სოფლის ღვინოებთანაც. ჩვენ ახლა ვცდილობთ ნელ-ნელა ნამცეც აღვადგინოთ ის ურთიერთობების აღდგენა შეიძლება დღესდღეობით. და ეს არის რა თქმა უნდა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციების დაბრუნება, ეს ხელშეუწყობს ქართული ეკონომიკის გარკვეულწილად განვითარებას, ქართული გლეხების მეურნეობების განვითარებას, მათ ინტერესების დაცვას. საქართველოს რუსეთში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის უფლებასაც ითხოვს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით ამ საკითხზე რუსეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა მოსკოვში 2 აპრილს გაიმართება. ხილდი და ბოსტნეული ეს სხვა უწყება გახლავთ, ეს არის როსსელხოზნაძორი, რომელთანაც მოლაპარაკებას გამართავს ქართული დელეგაცია, მიემგზავრება პირველი შეხვედრა 2-შია დაგეგმილი. პროგნოზი ჩემი აზრით ოპტიმისტურია, მაგრამ ხომ იცით, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება ესეც, ისე როგორც ღვინისა და მინერალური წყლის მიმართულებით იყოს, მანამდე გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ იმედიანად ვართ. რუსეთის სანიტარული უწყება საქართველოში თებერვალში ჩამოვიდა და 36 კომპანია შეამოწმა. რის შედეგადაც 35 მათგანმა რუსულ ბაზარზე შესვლის ნებართვა მიიღო. რუსეთში პროდუქციის ექსპორტის უფლება კონიაკისა და ბრენდის კომპანია სარეჯიშულმა და მინერალური წყლების მწარმოებელმა კომპანიებმაც მოიპოვეს. 22 წლის წინ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ კითხვას გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1918 წლის 26 მაისის აქტით დადებითი პასუხი გასცა. მაშინ საყოველთაო რეფერენდუმში მონაწილეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებმაც მიიღეს. რეფერენდუმის შედეგები საფუძვლად დაედო 1991 წელს მიღებულ დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელმაც ქვეყნის სუვერენიტეტი განსაზღვრა. 22 წლის წინ ამბებს დღეს კიდევ ერთხელ იხსენებდნენ რეფერენდუმის დღეს საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილიც მიულოცეს. 9 აპრილის სამებულთა სულები დაგწქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ქართველი ხალხის აღსრულებული ნება საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა 1991 წლის 9 აპრილს უზენაესის საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა. საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას წინ საყოველთაო რეფერენდუმი უწყოდა. 22 წლის წინ 31 მარტს საქართველოს მოქალაქეებმა გასცეს პასუხი კითხვას: ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბედი მაშინ ქართველმა ხალხმა თავად გადაწყვიტა და შეკითხვაზე დადებითი პასუხი 98%-მა გასცა. ეს ასე მოხდა, იმიტომ რომ მანამდე მთელი საქართველო რამდენიმე წელიწადს დუღდა. მთელ საქართველოში იყო ეროვნული მოძრაობა და თავარი კითხვა სწორედ ეს ტრიალებდა ყველა მიტინგზე, ყველა დემონსტრაციაზე,
ეს იყო მთავარი კითხვა. გვინდა თუ არა ჩვენ დამოუკიდებლობა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა მთელი საქართველო მოიცვა. ქართული სახელმწიფოებრიობის ბედის გადაწყვეტაში მაშინ მონაწილეობა დღევანდელი ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებმაც მიიღეს. აფხაზეთში ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას მხარი 62%-მა დაუჭირა. რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილი მოსკოვში, ლენინგრადსა და ბაქოში მცხოვრებმა ქართველებმაც გამოთქვეს. როდესაც დაიწყო უკვე ეს რეფერენდუმზე კენჭის ყრები იყო საოცრად მაღალი აქტიურობა. საარჩევნო უბნებში მთელი დღის განმავლობაში დილის 8 საათიდან დაწყებული იდგა უზარმაზარი რიგები. იყო ოსური სოფლები, საიდანაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩამოვიდა სოფლის კრებები, სოფლის მცხოვრებთა ხელმოწერებით, ფურცლები, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასო. ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ისტორიული მოვლენა 22 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ქართულ ხალხს რეფერენდუმის დღე მთავრობის მეთაურმა ბიძინა ივანიშვილმა მიულოცა. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა მიხეილ სააკაშვილმაც. ჩემო მეგობრებო, დღეს როდესაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, როდესაც მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როდესაც დამოუკიდებლობის სურვილი სახელმწიფოებრივი აღშენებლობით არის განმტკიცებული, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობაზე. წამს რომ დამოუკიდებლობის ცნება ჩვენთვის არა მხოლოდ ფურცელზე გადატანილი სიტყვა და დოკუმენტის სახით მიღებული დეკლარაციაა, არამედ ჩვენს გულებში ანთებული სიამაყის გრძნობა, რომელსაც მუდმივად სჭირდება გაღვივება სიყვარულით, ერთგულებით, თავდადებით, პატრიოტიზმით და ერთიანობით. 31 მარტის რეფერენდუმი თავის მნიშვნელობას კვლავ ინარჩუნებს. ის არის საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი საკვანძოდებულება და იმდენად იმპერატიული, რომ მისი რაიმე თვალსაზრისით უგულებელ ყოფა აბსოლუტურად გამორიცხულია. მთელ საქართველოს ვულოცავ რეფერენდუმის დღეს და არ შემიძლია არ გავიხსენო თაობები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზიად გამსახურდია, რომელიც საყოველთაო სახალხო კენჭისყრის სულის ჩამდგმელი და ინიციატორი იყო. ქართველი ხალხი, რომელიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მტკიცედ იცავს, ჯერა ამ არჩევანს არასდროს გადაუხვევს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან უკვე ერთ წელიწადში სუვერენულმა საქართველომ პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან ქართული დროშაც აფრიალდა. მაშინ გაერომ საქართველო თავის რიგებში სწორედ 1991 წელს მიღებული დამოუკიდებლობის რეზოლუციის საფუძველზე მიიღო. საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი 1991 წელს გახდა. როგორი იყო ქვეყნის პირველი პირი და რას იხსენებენ დღეს მისი თანაგუნდელები და ოჯახის წევრები, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. ფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. საზეიმო ფიცი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ხალხის წინაშე 1991 წელს დადო. ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ცნობილი დისიდენტის, მწერლისა და პუბლიცისტის პრეზიდენტობის ვადა მხოლოდ 2 წელი გაგრძელდა. ბევრი ტრაიკული ხედვა ქონდა სამყაროსი და ქონდა ამის საფუძველიც. ვთქვათ, რომ ისეთ საქმეში იყო ჩართული, რომ ხედავდა ამ ადამიანურ სისუსტეებს, სიტუაციის სირთულეებს, ანახან ჩვენზე წინ იყურებოდა. საერთოდ მას არ უყვარდა რაღაც დრამატიზაცია და რომანტიზაცია საკუთარი ცხოვრების. მე არ ვიტყვი, რომ ის არ იყო ბუნებით რომანტიკოსი. რომანტიკოსი რომ იყო, სამწუხაროდ ამან მე თუ მკითხავთ, საკმაოდ ნეგატიური როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. პოეზიისა და ლიტერატურის სიყვარული ზვიად გამსახურდიას ბავშვობიდან ჰქონდა. ლექსებს ძირითადად სამშობლოზე წერდა. უშუალოდ ვერცფრენდით მიფრინავდით, თუ მანქანით მივდიოდით, აი შეყვარებული ქალს რო შეხედავს რა, ნაზად და აი ხარბად ესე უყურებდა ქართულ ბუნებას და იცოდა საქართველოს კულტურა ძალიან კარგად. მის დამყულ ხასიათსა და გულჩვილობაზე დღეს ბევრს საუბრობენ. ტელევიზიაში იყო ხომ ერთგვარი გადაცემა, რომ დაიკარგა ეს სადაც ბავშვი. არაფერი ვითომ არ შეატყობდი არაფერი დაიკარგა. და მე ცოტა ხნის მერე საფეთქდა. რაცა თქვა რა მე იპოვეს არ იპოვეს განიცდიდა.
ისეთი ვერბილი იყო, როგორც პრინციპში გარეთ. ახლა თქვენ შეიძლება გახსოვთ ეროვნული მოძრაობის პერიოდის მისი რიხი და შემართება, მაგრამ ეს შემართება იყო მიმართული, ასე ვთქვათ, ქვეყნის ინტერესების მოწინააღმდეგეების მისამართით. როგორც ასეთი, რომ პირად ცხოვრებაში, ოჯახში ან მეგობრებთან თუ ახლობლებთან ის აბსოლუტურად თქვათ მე ვიტყოდი, ის სათნო და უწყინარი კაცი იყო. კოლხური კოშკი, რომელშიც პირველი პრეზიდენტი ცხოვრობდა, უკვე რამდენიმე წელია შეიცვალა. მისი შვილი ცოტნე გამსახურდია ამბობს, მამამისს რომ ახლა კოლხური კოშკი ენახა, ვერც კი იცნობდა. დაკარგულია ექს-პრეზიდენტის პირადი ნივთებიც. აი ეს ოთახი გახლავთ მისი სამუშაო ოთახი. ამ პატარა ოთახში მას ძალიან მოსწონდა ლეონარდოს გამონათქვამი, რომ პატარა ოთახები ახდენენ გონების დისციპლინირებას და დიდი სივრცეები პირიქით არბილებენ გონებას. ლეონარდო და ვინჩის აქვს ასეთი რამონათქვამი. ამ ოთახში მუშაობდა, აგერ აი აქ იდგა მისი მაგიდა. აქ როგორც გითხარით, ესე იგი შემდეგ გვერდით ოთახში იქ მთლიანად და აქაც თაროებით იყო სავსე წიგნების თაროებით, აქ იყო დაახლოებით სადღაც ალბათ 5-დან 7-1000 წიგნი. ვახტანგ ზარანდია ერთ-ერთია იმ თანაგუნდელებს შორის, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაშორდა. ყოფილ პრეზიდენტს დღეს იმ სახლში იხსენებს, სადაც მისმა მეგობრებმა ჩუმად დაასაფლავეს. ვახტანგ ზარანდიას სახლში ინახება პირველი პრეზიდენტის ორი ნაბადი, ჭიქა და ხელჯოხი, რომელსაც ზვიად გამსახურდია მთაში იყენებდა. დამარხული იყო პარასოდიას სახლში, მაგრამ იქ გაიგეს მაშინ ადგილ სამყოფელი და ისა წარება უნდა და იქიდან ისვადებოდი და ჩემმა ბიჭებმა გაიგეს და იმ საღამოთი იქიდან მოიპარეს ხედარი და აქ დამალეს და მაგის მერე აქ იყო სანამ გროზნოში გადაასვენენ. სამეგრელოდან ზვიად გამსახურდია გროზნოში გადაასვენეს. სამშობლოში გადმოსვენება მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა. დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ზვიად გამსახურდია საქართველოს მოსახლეობის 86%-მა პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩია. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება. საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავთან დილიდან ხალხმრავლობა იყო. საზოგადოების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მქედი მოვიხაროთ ქართველი ხალხის და ამ პროცესის სათავეში მყოფი ზვიად გამსახურდიას დამსახურების წინაშე. ამიტომაც მე აქ როგორც ადამიანი, როგორც მოქალაქე ამოვედი ჩემს მეგობრებთან ერთად და შევასრულე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალი. ეს არის ორი დიადითარიღი ჩვენი ერის ისტორიაში და რაც უფრო გვაშორებს ჩვენ ჟამთა დინება ჩვენი პრეზიდენტის დაღუპვის თარიღთან, მით უფრო ნათლად ჩანს ის გზა, იმ გზის სიმართლე და სიდიადე და სიზვიადე, რისთვისაც ჩვენი უკრავი პრეზიდენტი იბრძოდა. კათოლიკური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს ვატიკანში საზეიმო წირვა ახლად არჩეულმა რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა აღავლინა. უამრავი ადამიანი შეიკრიბა იერუსალიმშიც, სადაც დღესასწაულზე დასასწრებად წმინდა მიწაზე ათასობით პილიგრიმი ჩავიდა. ფრანცისკ პირველის მიერ აღვლენილ საზეიმო წირვა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი 250,000 მორწმუნე დაესწრო. სააღდგომო ეპისტოლეში რომის პაპმა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ისრაელ-პალესტინის ხანგრძლივი კონფლიქტი, სირიის სამოქალაქო ომი, რომელმაც უამრავი ადამიანი ლტოლვილად აქცია, კორეის ნახევარკუნძულის კრიზისი, აფრიკის ქვეყნებში არსებული ძალადობა, პაპის სააღდგომო მიმართვის უმთავრესი გზავნილია. ქრისტე არის მშვიდობა და მას მთელ სამყაროში მშვიდობას შევთხოვთ. მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რომლებიც შეთანხმების გზების ძიებაში გამუდმებით იბრძვიან. მოვუწოდებთ მათ გამოიჩინონ მამაცობა და ნება, რომ კონფლიქტი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება, მოლაპარაკების გზით დაასრულონ. შევთხოვთ მშვიდობას ერაყში და რა თქმა უნდა სირიაში, სირიელი ხალხისათვის, რომელიც კონფლიქტმა დევნილებად აქცია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტრადიციულ საკვირაო მიმართვაში ყველა მორწმუნე კათოლიკესა და მთლიანად მსოფლიოს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
ამ კვირას მე მიშელი ბალია და საშა მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს უერთდებით, რათა მათთან ერთად აღვნიშნოთ იესო ქრისტეს აღდგომა. ჩვენ დატვირთულ და ხმაურიან ცხოვრებაში წმინდა დღეს საშუალებას გვაძლევს გარკვეული დრო როცვაში გავატაროთ. ყველა ქრისტიან ოჯახს, ვინც ქრისტეს აღდგომას ეიმობს, მე და მიშელი ამ დღესასწაულს ულოცავთ. იერუსალიმის წმინდა მიწაზე ათასობით პილიგრიმი აღდგომის საზეიმო წირვაზე დასასწრებად ჩავიდა. იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმა იესო ქრისტეს ჯვარცმის დაკრძალვისა და აღდგომის ადგილები მრევლთან ერთად მოელოცა. ბეთლემის შობის ტაძარში აღდგომის წირვას დაესწრნენ დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებიც. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დღეს საქართველოში მცხოვრებმა კათოლიკეებმაც აღნიშნეს. სადღესასწაულო მესა გაიმართა თბილისში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაშიც. საქართველოში 50,000-მდე კათოლიკე ცხოვრობს. აღდგომა არის ისე დიდი და მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომ უნდა იყოს აღნიშნული, უნდა იყოს მთავარი მომენტი ყველა ქრისტიანული საკრებულოსთვის. კატეგორიული ლოდი სარიელი სამარხი არის ნიშანი, რომ სიკვდილი, სოდვა და ყველა ლოდი, რომელიც გვასუხებს, ვინაიდან არის სხვადასხვა ლოდი ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც ართულებენ ჩვენი სულიერი გზა დამარცხებულია. ყოველი ქრისტიანისათვის და განსაკუთრებით კათოლიკებისათვის დღევანდელი დღე აღდგომა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი რელიგიური სასწაული. სამოციქულო მართლმადიდებელმა წმინდა ეკლესიამაც დღეს სამოციქულო მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიაში ლიტურგია ჩატარდა, ხოლო წირვალოსა დილის 11 საათზე დაიწყო, სადაც პოლიტიკოსები მივიდნენ და მრევლს აღდგომა მიულოცეს. ჩვენი სულიერი ძმები, ისევე ჩვენი მრევლი და მთელი ჩვენი ერი მთელ ქვეყანაში აღნიშნავს აღდგომას. ჩვენ აქაური მრევლი უკვე საუკუნეებით ცხოვრობილი აქ ამ ქვეყანაში ლოცულობთ შვიდობისათვის, როგორც მთელ ქვეყანაში, აგრეთვე სრულად საქართველოში. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს ძალიან კარგი ამ ქალაქში, ჩვენ ქვეყანაში ერთად აღნიშნოთ დღესასწაულები, რომ მართლაც განუყოფელია ყველასთვის ის ძალიან დიდი სიყვარული, ქრისტეს მიერი სიყვარული, რომელიც არსებობს ჩვენში, ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში. ქრისტიანობაში ორი უდიდესი დღესასწაულია, შობა და აღდგომა. ხა მოგეხსენებათ აღდგომა ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ უფრო ხშირად მართლმადებლური აღდგომა და თქვა სხვა ქრისტიანთა აღდგომა ერთმანეთისგან განსხვავდება და მოვოდით რომ ჩვენ ძმებს მიულოცოთ აღდგომის ეს ბრწყინვალე დღესასწაული. საგონამოში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაიხსნა დღეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივებთან და მთავრობის წევრებთან ერთად წირვალოცვას დაესწრო. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აშენდა. ორწლიანი მშენებლობის შემდეგ საგურამოელებს ახალი ტაძარი აქვთ. ეკლესიაში პირველი წირვალოცვა უკვე აღავლინეს. ტაძრის კურთხევას დღეს ადგილობრივებთან ერთად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ჩვენ მადლიერების გრძნობით მოგმართავთ, რომ მართლაც თქვენ უფალმა გამოგიჩიათ აი ამ დიდი საქმისთვის, რასაც საქართველოს გადარჩენა ქვია, რასაც აღჩენებლობა ქვია. უნდა მოახერხოთ და აწყვეტვარ წყალობს მომავალი ჩვენია, ეს მომავალი დრომადელობა უნდა ვაქციოთ ილიას არაბელ მომავალად, რომ უნდა ვეღირსოს ჩვენ, უნდა მოვჩიეთ ამ მოჯადებულ წესდესიაროს და ილიას ოცნება ჭეშმარიტად უნდა ახსნეს. ჩვენ უნდა მოახერხოთ და უახლოეს დროში მოახერხოთ ჩვენი ერის, ჩვენი ქართული ხალხის, ჩვენი საქართველოს აღორძინება. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აშენდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებამდე აღნიშნული ტერიტორია სოფელს ეკუთვნოდა. 2 წლის წინ აქ პატრიარქის როცაკურთხევით დაიწყო მშენებლობა მამატარიელის მიერ ეკლესიის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, რომელიც დღეს დასრულებულია და ეკუთხა და შემდეგ სოფელის მოთხოვნა იყო და დიდი სურვილი, რომ ეს აღნიშნული ტერიტორია გადმოცემოდა ისო დაბრუნებოდა თავის სოფელს. ეს ადგილი ადრე იყო გურამიშვილების სამოსახლო, დავით გურამიშვილების და
აი აქ აუცილებლად ექნებოდა ეკლესია. ახლა მე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ვიმყოფები 80-იან წლებამდე აქ სამუსიკო სკოლა, სასოფლო კლუბი და სპორტული მოედანი იყო განლაგებული. ჩემს უკან კადრში გურამიშვილების სამოსახლო ტერიტორია ჩანს. დღეს იქაც სამხედროები დგანან. ადგილობრივების თქმით წირვა-ლოცვაზე დასასწრებად სოფლის ცენტრიდან მოშორებით მდებარე ეკლესიამდე ფეხით დიდი მანძილის გავლა უწევდათ. მაგრამ მოგეხსენებათ მოხუცებულები არსებობენ და მათთვის უფრო იოლია რომ მოდიან პირდაპირ ცენტრში და გადაადგილება უჭირთ რა ვიცი. სასიხარულო რომ ცენტრში გაიხსნა, რაც უფრო ბევრი იქნება, მრევლიც ძალიან ბევრი გვეყოლება. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის სოფლისთვის გადაცემის თხოვნით ადგილობრივები მთავრობას მიმართავენ. ამ მიზნით საგურამოელებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს. დღეს პრემიერ-მინისტრი იელღუჯას საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. იელღუჯას საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა და საჩვენებელ წვრთნას დაესწრო. განაგზობთ გამოშვებას საქართველოში წითელას გართულებული ფორმით 2 ადამიანი გარდაიცვალა და ავადებამ პიკს მარტში მიაღწია. ქვეყანაში სულ 518 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 402 თბილისში, ხოლო 157 რაიონებში. მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში მომავალი 3 თვის განმავლობაში მასობრივი იმუნიზაცია იგეგმება. საქართველოში წითელას დაავადების შემთხვევებმა პიკს მიაღწია. მაჩვენებლის ზრდა თებერვლის ბოლო კვირიდან დაიწყო და მარტის პირველი 3 კვირის განმავლობაში თბილისში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კი რეგიონებშიც გავრცელდა. ქვეყნის მასშტაბით სულ 518 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 79 პაციენტს საავადმყოფოს პირობებში მკურნალობა დასჭირდა. ძირითადად ყველაზე ასე ვთქვათ, დაზიანებული ასაკობრივი ფენა გახლავთ 20-დან 29 წლის ასაკობრივი ჯგუფის. სამწუხაროდ დაფიქსირდა 2 გარდაცვალების შემთხვევა. ორივე შემთხვევაში წითელამ გაართულა საკმაოდ მძიმე ფონური დაავადება და გვაქვს ერთი ბავშვის 11 თვის და ერთი მოზრდილის 19 წლის ასაკში გარდაცვალების შემთხვევა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში წითელას ეპიდემიის მიზეზად 2008 წელს ჩაშლილ იმუნიზაციას ასახელებენ. 2008 წელს ჩავარდა დიდი მასშტაბური კამპანია წითელას საწინააღმდეგო ქვეყანაში. ამიტომ რეკომენდირებულია, რომ ჩატარდეს ქვეყანაში, მომზადდეს და შემოდგომაზე ჩატარდეს ფართომასშტაბიანი კამპანია წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციისა. წითელამწვავე ინფექციური დაავადება. პირველი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება. დაახლოებით მესამე-მეოთხე დღეს იწყება გამონაყარი, ჯერ სახეზე, შემდეგ კი მთელ სტანზე. მცირეწლოვან ბავშვებში წითელას შეიძლება დაემართოს ფილტვების, ყურისა და სხვა ორგანოების ანთება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციას, თავდაცვას, მათი ოჯახის წევრების, კონტაქტირებული პირების. აუცილებელია ის ადამიანები, ვისაც არ აქვთ გადატანილი ან რაღაცა ხარვეზი აქვთ ვაქცინაციაში, იქნებ ვაქცინირებული და თავს დაიცავენ ამით. წინათვეებთან შედარებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რაოდენობაც გაიზარდა, რის გამოც ბრიგადების დამატება გახდა საჭირო. დეკემბერში 39.012 გამოძახება იყო, იანვარში იმატა და გახდა 50.080 გამოძახება. თებერვალში შედარებით, რადგანაც მოკლე თვეა, 44.497 გამოძახება იყო, ხოლო მარტში უკვე ჯერჯერობით 5 დღის სტატისტიკა ჩვენ არ დაგვიმუშავები არა გვაქვს, არის 46.000-ზე ზევით. მომავალი 3 თვის განმავლობაში მასობრივი იმუნიზაცია იგეგმება. წითელა და წითურა აუცილებელად რათა ეროვნულ კალენდარში შედის. ამიტომ ბავშვები 12 თვისა და 5 წლის ასაკში იცრებიან. დღეის მონაცემებით თბილისში აცრელია 1275 წითელასთან კონტაქტში მყოფი ადამიანი და 2530 ბავშვი. სკოლა ძველ საკულმეურნეო მაღაზიაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანჩი 21 მოსწავლე გაუსაზრის პირობებში სწავლობს. პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილები და უპასუხოდ დარჩენილი კანთელები. რატომ არ შეეხო ნაციონალური მთავრობის განათლების რეფორმა კანთის სკოლას და რა ბედი ეწევა მას განათლების სამინისტროს ახალი პრიორიტეტების მიხედვით. ნახეთ პაატა ლავილავას და ირაკლი შამუგიას რეპორტაჟი.
ასე აქ მოსწავლეებს გაკვეთილების დაწყებას ამცნობენ, თუმცა სასწავლო პროცესის დაწყებამდე ბავშვებმა ოთახები უნდა გაათმონ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთის სკოლა ადგილობრივებს გასული საუკუნის 90-იან წლებს ახსენებს, როცა ხშირად სასწავლო პროცესი იცივე და უშუქობას ტევდათა. იმ პერიოდისგან განსხვავებით კანთელ ბავშვებს კომპიუტერის მონიტორი აქვთ, მაგრამ პროცესორის გარეშე. ბეტონზე ვდგევართ, ტვერია, კარიბის ნაცვლად ხედავთ 21 საუკუნეში ფარდები გვაქვს ჩამოფარებული. საგაკვეთილო პროცესი ხელი ეშლება, იმიტომ რომ ხმა გამოდის, სითბოს ვერ ვინარჩუნებთ. ასე ვართ გაუსაძლის პირობებში, შუქი არა გვაქვს. შეგიძლიათ ნახოთ როგორ აწვიმს. დიანა, მოდი აბა დამიფარო. ამ სკოლაში ახლა 21 მოსწავლე სწავლობს. ბავშვთა რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც სასწავლო პროცესი მაღაზიაში გაგრძელდა. კანთის სკოლის შენობა 2011 წლის მაისში დაიწვა, რის შემდეგაც მოსწავლეთა უმრავლესობამ სწავლა წალენჯიხის საჯარო სკოლებში განაგრძო. სკოლა მაღაზიაში მხოლოდ იმ ოჯახების შვილები დარჩნენ, რომლებსაც ქალაქის სკოლებში ბავშვების გადაყვანა უსახსრობის გამო არ შეუძლიათ. ჩვენ ვითხოვთ ამ სოფელში მოგზალებულ პატარა სკოლას იმისათვის, რომ ეს სოფელი არ დაიცალოს და მიგრაციას არ შეუწყოს ხელი. ყოველი მეორე მესამე ოჯახი დაცლილია და ეს სკოლა არის ჩვენი ერთადერთი შანსი, რომ ეს სოფელი არ დაიცალოს და აქ ადამიანმა იცხოვროს. მიუხედავად იმისა, რომ გვათოვს, გვაწვიმს, ჩვენ ყოველდღე დავდივარ სკოლაში, კარგად სწავლობ და გვინდა რომ შეგვინარჩუნდეს ეს სკოლა და ვისწავლოთ აქ. კანთელები აცხადებენ, რომ დახმარება პრეზიდენტს და განათლების ყოფილ მინისტრს თხოვეს, თუმცა სამინისტრომ კანთელ ბავშვებს სხვა სკოლებში გადასვლა ურჩია. უახლოეს სკოლამდე მანძილი კი 6 კილომეტრია. ერთი კვირის წინ კანთის სკოლაში განათლების სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტის უფროსი ანდრო აბაშიძე იმყოფებოდა, რომელიც სოფელს პრობლემის მოგვარებას დაპირდა. ალტერნატიული შენობა დგას, კლუბის შენობა და შესაბამისად ამ კლუბის შენობაზე გავაკეთეთ ხარჯთა აღრიცხვა და ახლა სამინისტრო გადაწყვიტავს ან ის შენობა გაარემონტოს თუ ახალი შენობა ააგოს. სოფელს ახალი სკოლა სავარაუდოდ ახალი სასწავლო წლიდან ექნება, მანამდე კი მოსწავლეებს განათლების მიღება ისევ საკოლმეურნეო მაღაზიაში უწევთ. სკანდალი ოზურგეთის საბავშვო ბაღების გარშემო იკვებებოდნენ თუ არა აღსასრდელების საეჭვო ხარისხის ხორცით. ამ საკითხის გარკვევას მშობლები ითხოვენ. ინდმეწარმე, რომელიც ოზურგეთში 27 საბავშვო ბაღს ამარაგებს ხორცით, კატეგორიულად უარყოფს პროდუქტის უხარისხობას. აღნიშნული საკითხის შესწავლა სოფლის მეურნეობის სააგენტოს სურსათის უვნებლობის სამსახურმა უკვე დაიწყო. ვიღაცის სკამის გულისთვის თურმე ჩემშვილს ჯანმრთელობის პრობლემები უნდა შექმნოდა. სულ არ მაინტერესებს ვირა მოგზადეს და პასუხი გამწეს აქ იმან ოზურგეთის მესამე საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები ეჭვობენ, რომ მათ შვილებს უხარისხო ხორცისგან მომზადებული სადილით კვებავდნენ. ჩემი დასკვნა ეს არის და ლოგიკური მსჯელობიდან მე ესე ვფიქრობ, რომ ჩემს ბავშვს 3 თვის მანძილზე აჭმევენ საკალბასე ხორცს. უხარისხო ხორცის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოზურგეთის მესამე საბავშვო ბაღიდან ხორცი დასამუშავებლად ერთ-ერთ საყაზბოში მიიტანეს. ბაღის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ უხარისხო ხორცის შესახებ ბაღების გაერთიანებას თავად აცნობეს. ისეთი ხორცი მოიტანეს, მე რომ არა ვარ ლაბორანტი, მე რომ არ ვიცი ამ საქმის არაფერი, მე რომ შევამჩნევ ჩემი თვალით და თითოეული ჩემი თანამშრომელი. იყო რაღაცნაირი მოწითალო მოშავო ფერის ხორცი, ძალიან ისეთი ისა, არ მოგვეწონა. საბავშვო ბაღების გაერთიანებაში გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ პროდუქტს ყველა მენეჯერი ფორმა 2-ის საფუძველზე იბარებს. ბაღიდან გაიტანა ვიღაცამ ამბავი, რომ უარგის საკვებს აჭმევენ ბავშვებს. რა თქმა უნდა, ეს არ შეეფერება სინამდვილეს, რომ საქონელი არის და მკვდარი და ვთქვათ, შეიძლება იყოს რაღაც დაავადებული. ამაზე აგებს თვითონ პასუხს ეს ინდმეწარმე, ვისაც შემოაქვს ხორცი. ინდმეწარმე ზურა მელიქაძე, რომელიც ოზურგეთის საბავშვო ბაღებს ორ კვირაში ერთხელ ასპინძიდან ხორცით ამარაგებს, ხორცის უხარისხობას კატეგორიულად უარყოფს. ხორცი გამოიტანეს ბაღაბაღიდან, წაიგეს ვიღაცასთან დასამუშავებლად, იბა რა გააკეთა, რა არ აკეთა, იქიდან აფეთქდა ყველაფერი. მე რა შუაში ვარ, მაგაში მაგას გითხარით რა. მე რა ვიცი, ჩემი ხორცია, ჩემი შეტანილი ხორცია. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მომზადებულ დასკვნაში წერია, რომ ბაღის სამზარეულოდან ხორცის თვითნებური გატანა, ტრანსპორტირება და კერძო პირის მიერ დამუშავება, ასევე გამზადებული ფარშის შენახვა, საკვები პროდუქტების მომზადება რეალიზაციის წესების უხეში დარღვევაა. სოფლის მეურნეობის სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, პროდუქტის უვნებლობის დასადგენად ოზურგეთის ნომერ 3 საბავშვო ბაღსა და სასაკლაოზე არაგეგმურ ინსპექტირებას ჩაატარებენ. ბაღის თანამშრომლების მიერ გატანილი იქნა ხორცი დასამუშავებლად, იმიტომ რომ ვინაიდან მათ რაღაც პრობლემები ჰქონდათ ხორცის დამუშავებასთან დაკავშირებით, რაც ასევე გარკვეულ ექსპლუატაციებთან რა თქმა უნდა დარღვევას წარმოადგენს. იგეგმება გეგმური ინსპექტირება როგორც საბავშვო ბაღში, ასევე ხორცის წარმოებელ, ხორცის დამამზადებელ საწარმოში
ასევე დისტრიბუტორთან დაკავშირებითაც ჩვენ განვახორციელებთ შესაბამის კვირდებებს. შედიოდა თუ არა ოზურგეთის საბავშვო ბაღებში უხარისხო ხორცი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. ხალიდე ნაჭარაში იმ ოჯახების გასახლება დაიწყება, რომლებიც არჩევნების შემდეგ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე თვითნებურად დასახლდნენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ აჭარის მთავრობამ უკვე მიიღო. სამთავრობო კომისიაში ამბობენ, რომ 3000-დან დახმარებას რეალურად 30-მდე ოჯახი საჭიროებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჩხალი გამოსახლების დაწყებამდე თვითნებურად შესახლებული ოჯახების ინდივიდუალურ შესწავლას მოითხოვს. მოსახლეობის ნაწილი ფართის სიმბოლურ ფასად დაკანონებას, ნაწილი კი იაპკრედიტს ითხოვს. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი ხელვაჩაურიდან. 86 წლის ემინე შაინიძე ხულოს რაიონიდან დაბა ხელვაჩაურში 6 თვის წინ ჩავიდა. მრავალშვილიანმა დედამ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე ფიცრული აიშენა და მთავრობას მის დაკანონებას თხოვს. ოჯახში ვარ 6 სული. სახლი ძველი სახლი მაქვს. სახურავი არ აქვს. გარეთ წვიმს სახლში წვიმსაც ჩამოვედი და ცხოვრობ ჯერმიჯერობით, რა ვიცი მე რა იქნება. და რა ვიცი. გთხოვთ გაგვითვალისწინოთ. მამა პაპისეულ ოჯახს გამოეყო ჯუმბერ ნინიძეც. ამბობს, რომ სოფელში მიწის ნაკვეთი არ ქონია. 3 წელია შვილი სავარძელსაა მიჯაჭვული და ყოველდღიურად ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება. ოჯახი ნაქირავებინიდან სახელმწიფოს კუთვნილ ფარჩე თვითნებურად შესახლდა. ბავშვი ავად მყავს, შუქი არ მაქვს, აკუმულატორზე შუქს ვაკეთებ და ისე იმავშები. ექიმებმა მითხრეს, რომ არ იცოცხლებს ბავშვიო. და შემოსული ვარ, რომ რაღაცა დახმარება გამიწიონა. მთავრობამ ბინით, ხულოდან, შუახევიდან, ქედიდან და ქობულეთიდან ჩამოსახლებულთა რაოდენობა 3000 აღწევს. მათი ნაწილი მიწის დაკანონებას სიმბოლურ ფასად ერთლარად ითხოვს. ნაწილის მოთხოვნა კი იაფი კრედიტის გამოყოფაა. ჩვენ არ ვითხოვთ შეუძლებას, ჩვენ არ ვითხოვთ რომ სახელმწიფომ ეს გვაჩუქოს და სახელმწიფო ამას ჩვენც ხვდებით რომ ვერ აჩუქებს 3000 კაც ამ წუთას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით გასახლება თვითნებურად დაკავებული ფართებიდან ხვალ დაიწყება. არჩილ ხაბაძე ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ რეკომენდაციებსაც გაეცნო. ხდება ეტაპობრივად იმ მასალების წარდგენა, იმ განცხადებების შემომტანების sapasუხოდ, ვისაც აქვს არ ეკუთვნის ასე ვთქვათ საცხოვრებელი, ახალი საცხოვრებელი და სახელმწიფო არ არის ვალდებული აუნაზღაუროს იმათვისაც აქვს სხვა ქონება ან საცხოვრებელი სახლი, იმ ინფორმაციას წარუდგენთ, გავცემთ პასუხს. 3000-მდე ოჯახის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი ფართის უკანონოდ დაკავების თითოეული ფაქტის ინდივიდუალურ შესწავლას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალის აღმასრულებელი დირექტორი. 1 აპრილიდან ვფიქრობთ, რომ გამოსახლების პროცესი არ უნდა დაიწყოს და ზოგადად გამოსახლების პროცესი ვერ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება აღნიშნულ ობიექტებზე მცხოვრები ოჯახების ინდივიდუალური შესწავლა. აჭარის მთავრობა ოჯახებს, ვისაც საცხოვრებელი სახლები უკანონოდ აქვთ დაკავებული, ფართების დატოვებისკენ მოუწოდებს. საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მდებარე ბორაშვილების სახლი, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, აღსრულების ბიურომ აუქციონზე გაყიდა. ქონების ახალი მფლობელის სახლზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვს. ბორაშვილები კი თაღლით თორეგზით წართმეულ ქონებაზე საუბრობენ. ჩვენი რეპორტაჟი საგარეჯოდან. საგარეჯოს რაიონის სოფელ მელანში მცხოვრებმა ბაჩუკი ბორაშვილმა 2007 წელს პროკრედიტ ბანკიდან $10,000 ოდენობის აგროსესხი გაიტანა. ოჯახმა მხოლოდ $6,000 დაფარვა შეძლო. 2010 წლისთვის დავალიანება $4,000 შეადგინა, რის გამოც ბანკმა სახლი აუქციონზე გაიტანა. ბინის ახალი მეპატრონე მაია ლიპარტელიანი გახდა. ბორაშვილების თქმით, ლიპარტელიანმა სახლი აუქციონის წესით, თუმცა კანონდარღვევით შეიძინა. მათი ოჯახი კი დანაშაულებრივი გარიგების მსხვერპლი აღმოჩნდა. მე რო გავიგე რომ ჩემი სახლი აუქციონზე მედიოდა მაღაზია დავთვითე იპოთეკით მივიტანე აღსრულებლად შემეთქე ეს ფული უნდა შევიტანო და სად შევიტანო მოდი დღეს რომ შემოიტანო მაინც ხვალე სანგარისზე დაჯდებოდა ხვალე მოდიოდა ყველაფერს გავაკეთებ 12-ის ნახევარზე ველოდა რეკვებით ტელეფონის მაგრამ აი არავინ არ მოსულა 12-ის ნახევარზე დავრეკე რომ აიღო ტელეფონი და მეთქე რომ შენი სახლი გაიყიდაო ყველაფერი თაღლითობით მოხდა ყველაფერი ტყუილებით მომატყუილეს საკეთე და აი ამ დღეში ჩამოვიდა სახლის ყოფილი მეპატრონეები ამბობენ, რომ ბინა აუქციონზე ისე გაიტანეს გასაყიდად, მათთვის არ უცნობებიათ. ბორაშვილები და მათი რამდენიმე მეზობელი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელს ლალი სტეფანიშვილს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ხელი მამიწერე, რა მოგიწერო მე და სვაჩიკი ძველი გიდგა თუ ახალია. ეს ძველი გიდგა მეთქი, მაშინ კი სვაჩიკი და დადიოდნენ. აი, გვაჟარი მე რაღაცა. ალეკ მოუწერე, თუნე თაღლითი არის ხალი, რა იცი. და ეს დავჩიეგრე. წავიდა და ვაყიდე ჩვენი სახლი.
ახსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ქონების აუქციონზე გატანა კანონის სრული დაცვით მოხდა. ლალი სტეფანიშვილი კი 2012 წლის აპრილიდან ახსრულების ბიუროში აღარ მუშაობს. თავად სტეფანიშვილი ბორაშვილების ბრალდებას უარყოფს და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს. მალი ქონდა ვერ გადაიხადა და გაიტანის აუქციონზე გავიტანით და გავყიდით. ოფიციალური კომენტარი. არა ბატონო. რატო თუ თქვენ მართალი ხართ? მართალი ვარ, მაგრამ არ არის საჭირო. ბორაშვილების სახლის თაღლითური გზით შეძენას უარყოფს მაია ლიპარტელიანი. აცხადებს, რომ სახლი აუქციონზე შეიძინა და თავად არის დაინტერესებული საქმე სამართალდამცავმა სტრუქტურებმა გამოიძიონ. გამოცხადდა მეორე აუქციონი. ანუ განახევდა ფასი და საწყისი მინიმალური ფასი დაედო 8000 ლარი. თელავში ჩატარდა აუქციონი, წავედი ჩვეულებრივი კანონით დადგენილი წესით მივიღე აუქციონში მონაწილეობა და შესაბამისად მოვიგე აუქციონი და ვიყიდე გადმოვიფორმე. ბორაშვილების ოჯახმა საქმის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა. ახალგი კულტურა რუსთაველის თეატრის წინ დღეს მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ამ წუთებში რუსთაველის თეატრში სახალხო არტისტის ბენეფისი იმართება. რუსთაველის თეატრიდან ჩვენი კორესპონდენტი ხათუნა ქარდავა გვერდება. ხათუნა გისმენთ. რუსთაველის თეატრის წინ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის ვარსკვლავის გახსნა. ვარსკვლავის გახსნამდე კი გაიმართა მსახიობის ბენეფისი და წიგნის პრეზენტაცია. მე ეს წიგნი ახლა ხელში მიჭირავს. ეს არის მანა თევზაძის რედაქტორობით გამოცემული წიგნი მე და ჩემი რეჟისორები, სადაც ნანა ფაჩუაშვილი ყველა იმ რეჟისორს იხსენებს, ვისთანაც კი უმუშავია. წიგნის ბოლო ყდაზე არის საკმაოდ საინტერესო აფორიზმები, ნანა ფაჩუაშვილის ფრაზები და მე მინდა რამდენიმე მათგანი წაგიკითხოთ. ჩვენ ხომ თავად ვქმნით საკუთარ თავს. ბედნიერება ეს ჩემი დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი, რისი მიღწევაც მსურს, რაც მაგმაყოფილებს, რაც მავსებს და რაც მათავისუფლებს. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ეს რეჟისორი მიყვარს, ვისთანაც კი მიმუშავია. მე უფრო ჭირდება თეატრი, ვიდრე თეატრს მე. ჩვენ გავისაუბრეთ ნანა ფაჩუაშვილის კოლეგებს და ახლა შეგვიძლია მათი კომენტარები მოვისმინოთ. არ არის ცუდი წამოწყება საერთოდ ვარსკვლავის გახსნა. ეს არის კიდევ ერთხელ დამტკიცება ერის მიერ, მაღურებლის მიერ, თუნდაც შეიძლება ხანდახან არ ვიცი რაღაც ზემდგომი ორგანოების მიერ აღიარება მსახიობის ღვაწლისა. ამ შემთხვევაში რაც შეეხება მე ვფიქრობ, ნანა ნამდვილად იმსახურებს ამ ვარსკვლავს, ის ნამდვილად ვარსკვლავია. არა მარტო მისი ვარსკვლავის გახსნა, ეს გაიხსნება, როდესაც დაღამდება და ვარსკვლავები აციაგდებიან. საზე, აი მისი დღეს არის, იმიტომ რომ შესანიშნავი წიგნია გამოცული. მე და ჩემი რეჟისორები. მასზე ყვებიან რეჟისორები და ქალბატონი ნანა ყვება თავის რეჟისორებზე. ეს არაერთგზის მოუყოლია ჩვენთვის, როდესაც სუპრაზე ვიკრიბებოდით ხოლმე, როდესაც შევხვდებოდით და ძალიან იუმორითაც, ძალიან გულისკევლით სიყვარული და სიტყვოდ გამჭვალული წიგნი, ასე რომ დღეს მისი დღეა და ამ დღეს ულოცავ ქალბატონ ნანას და ყველას, ვისაც ასე ძალიან მოყვარს მისი შემოქმედება. როგორც უკვე გითხარით, ვარსკვლავის გახსნამდე გაიმართა ბენეფისი, რომლის რეჟისორი გახლავთ ნიკა შველიძე. ამ ბენეფისზე წარმოდგენილი იყო ნაწყვეტები ნანა ფაჩუაშვილის 4 სპექტაკლიდან. ეს არის დარისპანის გასაჭირი, მილიონერის ვიზიტი, გამარჯობა $100 და აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე. ჩვენ გავისაუბრეთ ბენეფისის რეჟისორსაც და ახლა მისი კომენტარით შეგვიძლია მოვისმინოთ. დროს ვარსკვლავის გახსნის წინ ყოველთვის მსახიობები თამაშობენ ხოლმე რაღაც კონკრეტულ სპექტაკლს, რაც სინამდვილეში ბენეფისთან უფრო ნაკლებად კავშირშია. ჩვენ რაღაცნაირად პირდაპირი მნიშვნელობით ავიღეთ ეს ყველაფერი და ვაკეთებთ ბენეფისს. ძალიან სანერვიულოა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაყურებლის წინაშე უნდა წარსვლი ღირსეულად. და ეს პატარა საქმე არ არის. მოკეთ როგორც გითხარით უკვე ბენეფისის დასრულდა, ასევე დასრულდა ვარსკვლავის გახსნა. მე შეგახსენებთ იმას, რომ ნანა ფაჩუაშვილი უკვე 50 წელზე მეტია, რაც სცენაზე, რუსთაველის თეატრის სცენაზეა. ის არის მრავალი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ასევე ვერიკო ანჯაფარიძის, მას აქვს მიღებული ვერიკო ანჯაფარიძის პრემია და ასევე თეატრალური კავშირის ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დილამშვიდობისა სპექტაკლში დილამშვიდობისა $100. რუსთაველის თეატრიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ხათუნა ქარდავა გვერდებოდა. მადლობა ხათუნა.
ეს იყო ახალი 9-ზე მე სამშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.